საქართველოს დამოუკიდებლობის მშენებლობა დაიწყო ურთულეს და უძველეს პირობებში. ეხლა უკვე მე რამდენად ლაპარაკობ და ზოგიერთ ჩემ კოლეგას მობეზდა ალბათ ეს გამონათქვამი. მე მახსოვს 92, 13, 14 წლები მოგონ ასე ამბობდი. ბევრი თქვენთაგანი ასე ამბობდა და ჩვენი მოქალაქეებიც რომ ოღონდ გავხდეთ ნამდვილი დამოუკიდებელი და ბალახს შევჭამთ. რომელმა შეჭამა ბალახი არ ვიცი შევთვის ასეთი კაცი არაა ცნობილი. დამოუკიდებელ ქვეყანას ჭირდება ნორმალური ცხოვრება, ნორმალური პირობების შექმნა და სათანადო რესურსები. სამწუხაროდ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე ეს გახლავთ ინტელექტუალური სიმდიდრე, ინტელექტუალური პოტენციალი. ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე. მაგრამ რაც შეეხება სხვა სიმდიდრეებს, ნავთობი, გაზი, მადნეული რაღაც 2-3 გამონაკლისის გარდა, თუნდაც გზები და ბევრი სხვა რამ, ფინანსები თავისთავად. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ქვეყანა ვართ, რომელიც ყველაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდით. ყველაზე უარეს მდგომარეობაში. აი ამ პირობებში უნდა შეგვექმნა ჩვენ ის, რის შექმნაც მოასწარით ამ წლების განმავლობაში. თუ რესურსები გვაქვს ნაკლები, ჩვენ სხვა გზები მოგზავნეთ. საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ დავჭირდებით თუ არ დავჭირდებით სხვა ქვეყნებს. მათ შორის გნებავთ ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, გნებავთ აზერბაიჯანი, გნებავთ სომხეთი, გნებავთ ცენტრალური აზია, ყველას ვჭირდებით დღეს. საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური კვანძია ამ დიდი აბრეშუმის გზისა. ერთ-ერთი ცენტრალური კვანძია. ჩემთან ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდით სამუშაო ოთახში, სადაც დათბირები ტარდება და არის ძალიან დიდი რუქა, რომელზეც ასახულია რა არის აბრეშუმის გზა. იწყება შანხაიდან, იაპონიიდან, შემდეგ მოდის ცენტრალური აზიის ქვეყნებს გაივლის, შემდეგ კასპიის ზღვა, ცენტრალური აზიის შემდეგ კავკასიის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია, ცენტრში საქართველო, შემდეგ ბალკანეთის ქვეყნები, დუნაის აუზის ქვეყნები, ევროპა და ატლანტიკის ოკეანემდე. დღეს ეს არის ტრანსპორტის ყველა სახეობა, მათ შორის საავიაციო ტრანსპორტი, საავტომობილო ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი, ეს არის მგზავრთა ნაკადები, ტვირთთა ნაკადები, ასეულ ათასობით ტონა და შეიძლება ითქვას მილიონობით ტონა იქნება. მე პირდაპირ გეტყვით, რომ კომუნიკაციების ციფრული რევოლუციის გარეშე, კავშირგაბმულობის განვითარების გარეშე, თანამედროვე მეთოდების დანერგვის გარეშე, მეცნიერებასთან მჭიდრო კავშირის გარეშე დარგი ვერ განვითარდება, ესე იგი საქართველოს ვერ განვითარდება. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მიიღეს აბრეშუმის გზის მხარდაჭერის აქტი. კანონი მიიღეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ იდეას მხარს უჭერენ და მონაწილეობენ კიდეც მის განვითარებაში. ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესდა იმიტომ, რომ ჩვენ გავხდით მისი სტრატეგიული მოკავშირე. და ისინი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირენი არიან. ეს არის თუ არა მონაპოვარი? ყველაზე დიდი საშიშროება, რაც საქართველოში დემოკრატიას და დამოუკიდებლობას ემუქრება, ეს არის ღარიბი ადამიანი. კარგი ხალხია თავისთავად, სამუშაო ვერ იშოვა, შემოსავალი არ აქვს და აი ამ კატეგორიაში გადის. ეხლა ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე წელზე განაგარიშებული, უახლოს 2-3 წელიწადში მე ვფიქრობ, რომ ეს ციფრი ალბათ 4-5%-მდე უნდა შემცირდეს. მანამ სანამ ამ ასეთი რაოდენობის ღარიბი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, ქვეყანას არ შეიძლება მშვიდად ეძინოს. სხვა ამას ჩვენს მაგივრად არავინ არ გააკეთებს. მე მინდა ყველა ჩვენთანგანს ესმოდეს, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია ამ ქვეყნის წინაშე. ყველა მოქალაქე აგებს, არა მარტო პრეზიდენტი და გინებავთ სახელმწიფო მინისტრი და გინებავთ მინისტრი, არა. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები მისაც, რომ თვითონ თქვენთანგანს ჰქონდეს მუშაობის ნორმალური საშუალება, ნორმალური პირობები. მე მჯერა, რომ ასეც იქნება.